რას ნიშნავს ის, რომ დღეს არ ცხოვრობენ შვილები დარეჯანთან? რატომ არის სამი შვილი ყოფილ მეუღლესთან და რატომ შეექმნა მას ასეთი პრობლემები მას შემდეგ, რაც ძალადობაზე საუბრობს ხმამაღლა? რასაც ქალბატონი დარეჯანი აბა უფრო მძიმე ფორმებით მტკიცებულების სახით გვაქვს ჩვენ სასამართლოში წარდგენილი. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება იმის, რომ ქალბატონი დარეჯანი არის მსხვერპლი აი იმ გავრცელებული სტერეოტიპის, რასაც ქვია საქართველოს აი მამაკაცთა მხრიდან ქალთა ძალადობაზე თვალის დახუჭვა. აი ამის მსხვერპლია ეს ქალბატონი დარეჯანი, მას მერე რაც ქალბატონი დარეჯანი წამოვიდა თბილისში, დაიწყო ცალკე ცხოვრება, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამაზე არის შესაბამისი მტკიცებულები სათანადო ორგანოების მხრიდან. რა იგულისხმება ამაში დარეჯანი? რა ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, როდესაც გაეყარე მეუღლეს? მივარდებოდა სახლში. იყო შემთხვევა, რომ ფრჩხილები ამაგლია თავი მარტყმევინასარეცხ მანქანაზე, რასაც შეესწრო 10 წლის ბავშვი და მამას ურჩივლად არასრულწლოვანმა დარეკა საპატრულო პოლიციაში, გამოიწახა სასწრაფო და ამის დანახვაზე მამა ბავშვისკენაც გაიწია და ბავშვი გაიქცა და მეზობელში აფარა თავი და შემდეგ გადახდა ხულიგანი ბიჭივით გაიქცა. იყო კიდე შემთხვევა, რომ ძალიან მძიმე მოსასმენია ეს მესმის, მაგრამ უნდა გვითხრათ, ანუ თავი გარტყმევინათ სარეცხი მანქანაზე და შემდეგ ფრჩხილები ეჭვიანობის ნიადაგი, ნუ ეჭვიანობდა, შენ იმიტომ არ მიშვებს სახლში, რომ ვიღაც ყავს, საყვარელი ყავს, შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ, მაგრამ იმას ვერ სასწურავდა. ბრალად, ეჭვიანობდა მას შემდეგ რაც გაიყარეთ? კი. მანამდეც ეჭვიანობდა ალბათ, ხო? ძალადობის. კი. დამცავი ორდერი იყო ამ ადამიანის წინააღმდეგ გამოწერილი 4-ჯერ და არ ღვივდა. ამ ადამიანისთვის, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება ან ხელისუფლების საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი სხვადასხვა ღონისძიებები არაეფექტური. სისტემატურად ძალადობდა ქალბატონ დარეჯანზე, ეს მტკიცებულებებით მაქვს. მიუხედავად ამისა, ქალბატონი დარეჯანი მეორედ როდესაც დაუჯახდა, აი სწორედ ამის გამო მისმა დედამთილმა დაუწყო სასამართლოთი დავა ბავშვების საცხოვრებელი მისამართის განსაზღვრაზე და ბავშვების წართვება მოინდომა. სისხლის სამართლის ადვოკატია ქალბატონი დიანა და მე მინდა მასაც ვკითხო ახლა. რატომ ხარ ჩართული თქვენ? რატომ სისხლის სამართალი სამოქალაქო დავა გასაგებია? შევხვდით ქალბატონ დარეჯანს, გავეცანით ჩვენ ამ საქმეს თავიდან ბოლომდე რა წინააღმდეგობებს აწყდებოდა, რა გამოწვევების წინაშე იდგა და სიმართლე გითხრათ ჩვენ დავრჩით აღტაცებულები დარეჯანის გამბედაობით. იმიტომ რომ დღეს მინდა მოუწოდო ყველა ქალბატონს, რომ ნუ შეაკლავენ თავს ამ ქმრებს, თუნდაც ყოფილ ქმრებს, იმიტომ რომ ამ ძალადობის მუხლი, რომელიც არის ჩვენს კანონმდებლობაში არ გულისხმობს იმას, რომ მაინდა-მაინც ქმარი უნდა იყოს, მაინდა-მაინც მისი ოჯახის წევრი უნდა იყოს. კი ქვია ოჯახური ძალადობა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება მეგობარი მამაკაციც იყოს, შეიძლება ყოფილი ქმარიც იყოს, მამაც იყოს, ძმაც იყოს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ნათესავიც იყოს. ქალბატონი დარეჯანი არის ჩემს თვალში გმირი, იმიტომ რომ მან წარმოიდგინეთ, რამდენი რამე გადაიტანა და მან ეს ნაბიჯი გადადგა და გაშორდა თავის მოძალადე მეუღლეს. აი სამოქალაქო კუთხით ქალბატონ დარეჯანს მიეკუთვნა ბავშვები, 6-ვე შვილი და ამავე განჩინებთ მორიგების აქტი დამტკიცდა ესეთი რამ, რომ საფხურის პერიოდში 10 დღეში ბავშვების სრული შემთხვევაში ბებიასთან უნდა ყოფილიყვნენ დედამთილთან ქალბატონ დარეჯანს. მიუხედავად ამისა, როდესაც ეს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა, ქალბატონმა დარეჯანმა ბავშვები რო ჩაიყვანა იმ რაიონში, გახდა პროვოკაციის მსხვერპლი. მოუწყეს მას მიზანმიმართული პროვოკაცია, გამოუძახეს პოლიცია, გამოაწენეს დამცავი ორდერი და შეუთითხეს ბინძური საქმე. ანუ ქალბატონს საქმე აღუძრეს. გესმით რა მოხდა? რაზე აღუძრეს საქმე? შვილების მიმართ ძალადობა დასწამეს დარეჯანს? იმ რაიონში, სადაც ცხოვრობს მისი მეუღლე ყოფილი და მისი დედამთილი, იქ მათ რატომღაც გაუადვილდათ ამ ყველაფრის გაკეთება.
ჩვენ გვინდოდა რომ სტუდიაში ყოფილიყო დღეს სტუმრად ყოფილი მეუღლე დარეჯანის, რათა გათვალისწინებულიყო ორივე მხარის ინტერესი, მაგრამ მან უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. ჩემი მცდელობა იქნება ამ შემთხვევაში, რომ მისგან მაინც მოვისმინოთ რაიმე ტიპის პოზიცია. თქვენს ნებართვით დაავრეკავ მე თქვენს ყოფილ მეუღლესთან. გამარჯობა. მე ვარ გადაცემის წამყვანი ტელეკომპანია იმედიდან გირეკავთ ახლა გიორგი გასვიანი გესაუბრებით. გადაცემაში არის სტუმრად თქვენი ყოფილი მეუღლე ქალბატონი დარეჯანი, რომელიც ყვება როგორც ძალადობის მსხვერპლი, ყვება იმაზე რომ თქვენ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდით მაშინ როდესაც იყო თქვენი მეუღლე და ასევე შემდეგ როდესაც ის წამოვიდა უკვე თქვენგან. სულ სხვადი გარო ყველაფერს მაგისი არ არის ორნაბიტში დასაჯერი არაფერი. მე მინდა რომ თქვენი პოზიციაც მოისმინოს მაყურებელმა, რატომ ყავთ თქვენ შვილები და რატომ გადანაშაულებთ თქვენი ყოფილი მეუღლე ძალადობაში? მომხდარა თვითონ არის მოძალადე თვითონ არის სხვაზე ლაპარაკობს მოძალადი არის თვითონ არის მოძალადე იმალი. ვის მიმართ არის მოძალადე, რას გულისხმობ? ბავშვების მიმართ არის მოძალადე. მე როგორც ვიცი, მასთან სამი ბავშვი ცხოვრობს ახლა, რომელიც თქვენგან თქვენი შვილები არიან და სამი ბავშვი თქვენთან ცხოვრობს. ის ხეშარიან ის უფროსი რომელიც არის. ალადოს იმაზედაც რომ არ უნდა ბავშვებს ერთმანეთს არ ალაპარაკებს. როდო ურეკავენ ჩემი ბავშვები, ჩემ პრობლემებიც არიან, არ ალაპარაკებს ერთმანეთს ბავშვებს. თუმცა დარეჯანი აცხადებს, რომ თქვენ ბავშვებს შთაუნერგეთ, რომ თითქოს დედა არის ცუდი, დედა არის ამორალური და ბავშვებს გაუჩინეთ აგრესია დედის მიმართ. ეს მართალია? ტყუილი დგას, ყველაფერი ტყუილია გასახოდე, ეგ არის მათყუარაი. მაგარი მათყუარაი, ყველა როიცოდე. თქვენ გიძალადიათ თუ არა თქვენს მეუღლეზე, რადგანაც მე მაქვს თან ფოტოები, სადაც არის ასახული დაზიანებები. არასდროს არ მიდალადნია დგარო. აბა, რატომ ხართ ნასამართლები მაშინ? რატომ ვარ ნასამართლები? ეგ ბოლოს ხელი უკარი, ბოლოს უკვე, ბოლოს. ბოლოს როდის? ბოლო როდის? მაედანა და კედელს ემერთა, რა ვიცი მე ხელი მოიჭახა, ფეხი მოიჭახა. ეგ იყო და ეგ მეტი არა, ბოლოს რო წამოვედი, ხო, ხელი უკარი და მიენერთა კედელს. რაც მიჩივლა მე პოლიციაში მივედი, ხო და პირობითი მამცეს 2 წელი მაგის გულიზედა და 2000 ლარი გირავ განამახტების. ეგ იყო და ეგ მეტად ჩვენში არაფერი არ მოხდა. თქვენ არ მიგაჩნიათ რომ რის გამოც მაშინ გიჩივლეს და ასე ვთქვათ სასჯელიც მოიხადეთ პირობითი, ეს იყო სამართლიანი და უსამართლობაა, როდესაც ქალზე ხელს უწევთ ნებისმიერი ადამიანი. მომისმინეთ ხელი არ ამიტევია, ხელი უკარი თუ არა, ხელი რო ემეტია მაგაზე და ხო. რა მიზნით კარით ხელი, ანუ ხელი რა მიზნით კარით? ხელი იმ მიზნით კარი, რომ იმნაირი სიტყვა მითხრა, ხო? ნო ხელი კი არა, ჩემ ადგილას სხვა რო ყოფილიყო სულ მოკლა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მე უბრალოდ უნდა კითხოთ ბავშვებზე. რატომ არიან თქვენთან, რატომ არის სამი ბავშვი და დანარჩენი სამი ბავშვი რატომ არ ჩივის, რომ მათზე ძალადობენ? რატომ მხოლოდ ის სამი ბავშვი? ის სამი ოქრო, სამზე ზეწოლა არის, რომელიც მაგას ხავს. თუ ბიჭია რა, თუ რამე თქვა ფიმა, ხო, მაგას მოკლავს იმ სამს, რომელიც ხავს. ჩემს კეროვდრო დამოვიდოს. რა კომენტარს გააკეთებს დარეჯანი ახლა ამაზე? მოდით ვკითხოთ დარეჯან, აი ახლა ისმენ. შენ ისმენ ახლა მეუღლე რასაც ამბობს შენზე. მაგას ის შეეკითხე. ვინ არის თავად არის მოძალადე, ერთი გადაწყვეტილი. შენ გადანაშაულებენ. მაგარი მოძალადე. დარეჯანს ადანაშაულებს ყოფილი მეუღლე ბავშვების მიმართ ძალადობაში. და ის რომ შენ იტყუები და არაფერი ძალადობა შენზეც არ მომხდარა. აი რა სიტყვი დარეჯან ამაზე? იგივე თვითონ რომ მოძალადია, უნდა რომ ის რაც თვითონ არის, უნდა რომ პირიქით მე მოწინააღმდეგე მხარეს დამადანაშაულოს და ცდილობს რომ ეს ბავშვები წამართვას, უნდა რომ ეს ბავშვები წაიყვანოს და გამანადგუროს იმის გამო, რომ მე ვარ მეორედ გათხოვილი.
თქვენმა მეუღლემ ახლა გათიშა ტელეფონი, მე აღარ დავრეკავ WhatsApp პრინციპში გარეშე ყავს ბავშვები წაყვანილი. ბავშვები ამ სასამართლო დავების პერიოდში დღეს იყო საფრთხე ამის დავაყენე მე სასამართლოს შუამდგომლობა შესაძლოა იყო სკოლაში ჩარჩნენ, კლასში ჩარჩნენ. კონსტიტუციური უფლება ირღვევა ბავშვების. არსებობს უამრავი განათლების, გადაადგილების. მე როგორც ვიცი, რომელ სოფელშიც ბავშვები იმყოფებიან, იქვე ოკუპირებული საზღვარიც არის და მათ უწევთ საზღვრის გადავა. კი ბატონო, გარდა ამისა, ბავშვები სკოლაში გამოიკვეთა პროცესი რომ არ დადიან. ბავშვების მამას არჩეში დევდა სასამართლო წინასწარი განზრახვით შეყავს შეცდომაში 3000 ლარის ყოველთვიური შემოსავალი მაქვს. ეს მაშინ, როდესაც მტკიცებულებები გვაქვს საქმეში 31000 ლარზე მეტია ალიმენტი გადაუხდელი ამ ადამიანს. მე მინდა, აი სწორედ ახლა მინდა ქალბატონ რუსუდანს ვკითხოთ. ქალბატონ რუსუდან, ბევრს მუშაობთ ამაზე, ხართ ფსიქოლოგი. აი ისმენთ ახლა ამ კონკრეტულად დარეჯანის кейს, რას იტყვით თქვენ? ერთხელ დაწყებული ძალადობა ოჯახში განმეორებადია, იგი არასდროს არ წყდება თავისთავად, თუ არ იქნება გარედან ჩარევა. ეს არის ფორმულა და რომელსაც სამწუხაროდ იმეორებს დღევანდელი ჩვენი სტუმარიც და ძალადობა ნელ-ნელა არა მხოლოდ განმეორებადია, არამედ თავისი სისასტიკითაც ძლიერდება, რაც უფრო ბევრ დროს ატარებს მსხვერპლი თავის მოძალადესთან, მით უფრო სასტიკია ძალადობის ფორმები. ანუ დაუსჯელობის სინდრომი. დაიცვან თავი ქალებმა, აი შეგიძლიათ აი ყველაზე მთავარი გითხრათ, რას უნდა მიმართონ პირველ რიგში, რომ ძალადობა აღკვეთონ. მე როგორც ვიცი, იგივე ის მტკიცებულებები, ესე იგი რაღაცა დროის შემდეგ უკვე თითქოს ძალას კარგავს. თუ არ იქნა დაფიქსირებული ექსპერტიზაზე, თუ არ იქნა შემოწმებული და ასე შემდეგ. ანუ რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ დააფიქსიროს ძალადობა და რომ თავი დააღწიოს, რადგანაც როგორც აღმოჩნდა, სოციუმი ძალიან უწყობს ხელს იმას, რომ ქალმა ადვილად ვერ დააღწიოს თავი ასეთ ოჯახში. იცით, თეორიულად მე მესმის ძალიან ადვილი ლაპარაკოა, რომ ნულოვანი ტოლერანტობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის გამოვლენის პირველსავე ფაქტზე ადამიანმა უნდა გონგი შემოჰკრას, უნდა ყველა საცნობს, უნდა მიმართოს სამართალდამცავებს, მაგრამ აქ მოგეხსენებათ აი ეს ჩვენი მენტალიტეტი, იგივე მხარდაჭერის ნაკლებობა, იგივე გაკიცხვის მარტო დარჩენის შიში, უამრავი ფაქტორებია, რის გამოც ეგრეთ წოდებულ მსხვერპლს არ შეუძლია უცებ იყოს ესეთი გამბედავი და სამწუხაროა, რომ აი ეჭვის ქვეშ დგება მათი ამბობიც, მათი მონაყოლიც და აი ეს მხარდაჭერის დეფიციტი კვლავ აზიანებს მათ ფსიქოლოგიას. ანუ ბევრი ფაქტორი აყენებს ეჭვის ქვეშ ძალადობის მსხვერპლი ქალების მომენტს. მე რომ ოჯახიდან არ წამოსულიყავი, მაგ შემთხვევაში მომივიდა და ისე იყო მომენტი ის, რომ ქმარმა მომიქნია ნაჯახი საპირფარეშოში, ასე ვთქვათ, რომელიც მოცილებულია სახლს, რატო არ დავხვდი საწოლში ღამის საათში და რატო მომინდა გავლა, მომიქნია კაცმა ნაჯახი უცებ და ეს გადავარდი, რომელიც მის მერე დამეწყო შიშები და მე რომ არ წამოსულიყავი მაშინ დამთავრდებოდა როგორ? მოკვდებოდი უბედური შემთხვევით. ამ მკვდარს მერე ყველაფერს მკვდარს დააწერებდნენ ტყუილს, აი ეს ყავდა, აი ეს ყავდა და ქმარმა ეს ეკნა და ისე მიუსწრო. ამ შემთხვევაში ანუ მკვდარსაც არავინ არ გაგამართლებდა. არა, მკვდარსაც არავინ არ გამართლებდა.